გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ილია ჩაჩიბაია, თქვენ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557-88-55-88 ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი შეხედულებისთვის ტრადიციულად ეს ეთერი ღიაა. ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, აგრეთვე ზეპარტიულ ადამიანებსაც შეუძლიათ აქ დარეკვა, ამით არის ეს ეთერი განსხვავებული, გამორჩეული და თავისუფალი, მინდა გითხრათ, ხშირად ვამბობ, რომ ამ გადაცემის მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენ საზოგადოების წევრებთან ერთად სწორედ გამოსავალზე ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებთან მიმართებაში, ამჯერად კი პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისსაც მინდა შევეხოთ, რომელიც სახეზეა სამწუხაროდ და აქ რა შეხედავთ გამოსავალს. მე ვიდრე ჩვენ ზარების მიღებას დავიწყებთ გადაცემაში, მინდა გაგაცნოთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ღია მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს და მთელ საზოგადოებას. ძალიან საინტერესო ინიციატივით წარსდგა პატრიოტთა ალიანსი და მოდით ამის შესახებაც ვისაუბროთ, თქვენი შეფასებები საინტერესო იქნება. ტექსტი ასეთია. ვფიქრობთ, სადაო არ არის, რომ 2025 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა სისტემატურად ასანქცირებენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, მედიის და ბიზნესის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად პარალიზებულია ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სტრუქტურებთან. გაჩნდა უფსკრული ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის. დაპირისპირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. 19 ივლისს კი ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ვიხილეთ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, ვიდრე არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. პოლონურ და არა მარტო ინტერნეტ სივრცეში საქართველოს ყოფილ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ შეადარეს მილოშევიჩს, რომელიც მთელი დასავლეთის მიერ იქნა, ასე ვთქვათ, უარყოფილი და დაპირისპირება იყო მასთან და ბოლოს პრეზიდენტი მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინაშეც წარსდგა. ალბათ არც ისაა სადაო, რომ ქვეყნის შიგნით ღრმა დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებამ საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა, რაც მეტად სამწუხაროა. თაობები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თავისუფლებას ვაძლევთ და გთავაზობთ წინადადებას, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით ჩააქრობს დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით და განმუხტავს დაძაბულობას დასავლელ პარტნიორებთან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მოსახლეობის მასშტაბური აუდიო გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც საქართველოს ისტორიაში გამოირჩეოდა ისე, როგორც მას ანალოგი არ ჰყავდა. მაშინ ჩვენ გავხსენით აუდიო გამოკითხვის სპეციალური ოფისები თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, გორში, ბორჯომში, ახალციხესა და ახალქალაქში. მოსახლეობას ტელეფონით უკავშირდებოდა თითქმის 4000 მოხალისე, რომლებმაც წინასწარი თანხმობით ჩაიწერეს 1.200.000 მოქალაქე. ამ ჩანაწერებიდან 900.000 ჩანაწერი სრულებით უხარვეზო აღმოჩნდა და ჩანაწერების ანალიზის შედეგად მკაფიოდ დადგინდა საქართველოს მოსახლეობის განწყობა ევროინტეგრაციის, რუსეთის, ნატოს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისადმი. ამ აუდიო გამოკითხვის შედეგები ჩვენ ცხადია გავასაჯაროეთ და აუდიო ჩანაწერების ასლები გადავეცით ევროკავშირის თითქმის ყველა საელჩოსაც, პირადად ევროკავშირის ელჩსაც, EUTOS წარმომადგენლებს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს და გადავუგზავნეთ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებსა და კონგრესმენებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღემდე არჩევნებში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა, ანუ ისტორიული მაქსიმუმი 2.150.000 ადამიანი იყო და ეს მოხდა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების დროს. ამიტომ 900.000 უხარვეზო აუდიო ჩანაწერი საქართველოსთვის კოლოსალური რაოდენობაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ამ გამოცდილების განმეორება.
საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში უნდა ავამოქმედოთ აუდიო გამოკითხვის ცენტრები. კონკრეტული ქალაქის მოსახლეობის ოდენობიდან გამომდინარე, ამ ცენტრებში ერთად უნდა დასხდეს 200-400 ან 600 ადამიანი. თითოეულ ადამიანს გადაეცემა მობილური ტელეფონი, საუბრის ჩაწერის ფუნქციით და სატელეფონო ნომრების სია. აღნიშნულმა ადამიანებმა თვენახევრის განმავლობაში უნდა დაურეკონ და ჩაწერონ სულ ცოტა 1.500.000 ადამიანი. ნათელია, რომ აუდიო ჩანაწერი უტყუარი მტკიცებულებაა, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია. ასევე ნათელია, რომ ამ აუდიო ჩანაწერების ანალიზის შედეგად უდაოდ გაირკვევა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა-უნდობლობის საკითხიც და მოსახლეობის დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართაც. ვფიქრობთ, ამგვარი აუდიო გამოკითხვა ნაყოფს გამოიღებს, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი. ვინაიდან პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი ძალზედ მაღალია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველის ოფისი ყველაზე ნეიტრალური და ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები სივრცეა აუდიო გამოკითხვის იდეაზე მსჯელობის დასაწყებად და რაც მთავარია, მის განსახორციელებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ მასშტაბური აუდიო გამოკითხვის ჩატარების ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურება როგორც ხელისუფლება, ისე ფართო პოლიტიკური სპექტრი და მთლიანად საზოგადოება. ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, 21 ივლისი 2025 წელი. მაშასე პატრიოტთა ალიანსი აანონსებს მასშტაბური გამოკითხვის ჩატარების იდეას, რომელმაც მთელს მსოფლიოს და შიდა საზოგადოებას უნდა დაანახოს თუ როგორ არის განწყობილი ქართველი ხალხი სხვადასხვა პროცესების მიმართ და როდესაც ეს შედეგები უკვე ბუნებრივია გამოქვეყნდება და მასში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს, რომ ვერ თქვან შემდეგ რა არასახავს რეალობა შედეგებიო, ამიტომ ვერავინ ვეღარ ამოიღებს ჩემი აზრით ხმას, ვერც უცხოეთში და ვერც საქართველოში ქართველი ხალხის განწყობებთან დაკავშირებით. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. ილია, მე ჩემ აზრებს ვიტყვი, რაც მე ჩემში არისო ვილაპარაკო. დიახ, რა თქმა უნდა. ეხლა მე რამეს ვიტყვი. აი, როდესაც ჩვენი თანხმობა გამოდის და ამბობს, რომ ჩვენო LGBT-ს დაკანონებას იმასგი შეგვაძალებდნენო და მოყავს რაღაცები და ამიტომ გაუფუჭდეს ურთიერთობა ამერიკასთან. მე ასე ვიტყოდი, რომ ხალხიც ასე ლაპარაკობს, რომ ურთიერთობა და დაძაბულობა იმიტომ აქვს ამერიკასთან, რომ ესენი უნდა დარჩენილიყვნენ და უნდა წასულიყვნენ ხელისუფლებიდან. ეს მოსახლეობასაც უთქვია, ხა? მოსახლეობაში რომ ყოფილვარ. იმიტომ რომ არ დაეთანხმნენ ხელისუფლებაში ყოფნას, ამიტომ დაეგზავნათ ურთიერთობა. თორე LGBT-ს გვაძალებდნენო, ხვამბობდნენ. LGBT-ს როგორ დაგაძალებენ, თუ არის შენი ის არ არის. თვითონ გაიხადეს საქმე ესე, რომ დაიშეს თავზე. თუ ამერიკა ცუდია, თუ ევროპა ცუდია, რატომ აყავთ ყველა თავისი შვილები ევროპაში? რატომ აცხოვრებენ ნებისმიერ თავობის წევრს? რატომ ასწავლიან? მე მივმართავ. იცით რა, გეთანხმებით ამაში. ჩვენ გვაძულებენ შვილო. რატო არიან თვითონ, რატო ყარიან იქ, რატო ყავთ შვილები? თუ ჩვენთვის ცუდია, ნაგაჩი შვილებისთვის კარგი, როგორ არის ევროპა და ამერიკა კარგი. მე კიდე მე რამეს ვიტყვი კაცო, ერთი მონობიდან გამოვედით და მეორე მონობაში შევიდეთ. მე ასე ვიტყოდი, რომ ყველასთან უნდა ვიყოს კარგად მეგობრად. ამერიკა იქნება, ევროკავშირი იქნება, რუსეთი იქნება თუ ვინც იქნება და თავზე რატო დაისვა თვითონ მთავრობამ, რომ ესე შეეცვნა. შენ მოსახლეობამ რა დავაშავეთ? თუ კი ამერიკას უყურებს ევროკავშირს სათავისო რაღაცებში, რატომ მოსახლეობისთვის არ უყურებს? იქ რო კაი პენსიებია, იაფია ყველაფერი. ხალბატონო, გავიგე. ეს შეფასებითი ნაწილი იყო, ვთქვათ, არსებული ვითარების. ახლა ვისაუბროთ პატრიოტთა ალიანსის ინიციატივაზე. მე შეკითხვა მაქვს, რომ ჩატარდეს მასშტაბური გამოკითხვა ისეთივე, როგორც 2020 წელს
და ამ გამოკითხვაში ჩაერთოს ყველა როგორც საელჩოები, როგორც პარტიები, ხელისუფლება მათ შორის, ყველა აბსოლუტურად არასამთავრობო სექტორიც, რომ მე არ თქვან, რომ აი არასახავს რეალობა შედეგებიო. და ეს ქართველი ხალხის პოზიციები წარედგინოს შემდეგ მთელს მსოფლიოს და შიდა საზოგადოებას, რომ ვერავინ ვეღარ გასწიოს манипуляცია ქართველი ხალხის სახელით. რას ფიქრობთ ამაზე? ეს შემოშვილო ძალიან კარგი აზრია, მაგრამ ისი თქმა მინდა ვინ დააკონტროლებს ამას, რომ აი მაგათაც პატრიოტთა ალიანსმა ზუსტად აიღო ბევრი ხმები აი ამიტომ არის რომ ყველა უნდა ჩაერთოს აქ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ყველა დამკვირვებლები უნდა იყვნენ ყველა პარტიიდან მათ შორის უცხოეთიდან დიახ მაგრამ მაინც კონტროლი უნდა რომ თქვენ არ გაგიყალბო შვილო კეთილი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის ამ ყველაფერში რა თქმა უნდა პატრიოტთა ალიანსიც მიიღებს მონაწილეობას იმიტომ რომ ერთადერთია ქვეყანაში ასეთი ძალა რომელსაც აქვს გამოცდილება თუ ასეთი მასშტაბური კვლევა როგორ უნდა ჩაატაროს ვიმეორებ 1.5 მილიონ ადამიანის გამოკითხვის ინიციატივით გამოდის პატრიოტთა ალიანსი მიმართავს მთავრობას დიპლომატიურ კორპუსს ოპოზიციას არასამთავრობო სექტორს საზოგადოების წარმომადგენლებს აბსოლუტურად ყველაზე მიუღებელ პარტიებსაც კი ზარია ეთერში გისმენთ. ალო. მოგესალმებით. დიდი მადლობა შვილო. მე თქვენთან ვიყავი ერთხელ და კიდო მინდა რომ მოვხდე. დიახ. იმიტომ რომ ხალხმა უნდა დაფიქრდეს მე ალიონსი უფრო მერჩია და დიდი სიამოვნებით მისცემდი ხმას. რა ვქნა ეს კანონი არ მომწონს რომ კაცი, ხალი როდის იყოს საქართველოში რომ ხალი ხალთან და კაცი ეს ნუ იქნება იყოს ცოლქმარი იყოს ხორცინება გამბრავდეს საქართველოს ხომ ხედავთ ხალხო დავიქეცით აღარა გამბრავლება რაც გამბრავლებული იყო ყველა გადახვეწილია მოხუცი რომ დაბერდეს და მოკვდეს იმის დასაფლავებელი კაცი შვილი არ არის ვინც ჩვენ სამშობლოს დაეხმარება 75 წლის ხალი ვარ და ვფიქრობ ღმერთო ისე მომკალი რომ საქართველოს ნორმალურ ფარგლებში დავინახო ჩვენ დღეს საქართველოს არ ვართ შვილო ჩვენ თვითონ არ ვიცით ვინ ვართ ჩვენ თვითონ ჩვენი ხალხის დაცვა არ ვიცით არაფერი სულ ქვეყანაზე ამ პარლამენტის ხალხი ცხოვრობს როგორც ბატონები ერთი იმაზე რომ აყიდონ სოციალურზე რომ ახსენეთ თქვენ ერთი ჩამოგიყვანათ ოზურგეთის რაიონში სოფელ მერიაში თოვლით დამტრეული სახლები გაჭირვებული მე პირადად 5 ავატყოფობა ოზურგეთიდან ეკავთ ხალი დანგრეულში ცხოვრობდა რა მითხრეს თუ იცი არ გეკუთვნისო ახმარება მე ჯანდაბას მაგრამ მე მოკვდე ოღონდ მომავალ შეხედე შვილო საქართველოს მინდა იყოს საქართველოს იმიტომ რომ 8 სული მყავს დაღუპული ომის დროში პაპა და იგივე მადლობ ქალბატონო დიდი მადლობა მძიმე იყო ძალიან მოსასმენად თქვენი სათქმელი აუცილებლად ამ მიმართულებებს ჩვენ დაუბრუნდებით მაგრამ ახლა სხვა თემა გვაქვს აქვე მინდა გაცნობოთ ამ წუთებში ჩვენ გვწერენ წერილს ბაკურიანიდან როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ჩვენ გვატყობინებს ამ წუთებში გაფიცული არიან ბაკურში მაღაზიათა ქსელის ბაკურიანში ნიკორას თანამშრომლები ისინი ითხოვენ რომ ხელფასები გაუზარდონ მათ იმიტომ რომ წარმოუდგენლად დაბალია ანაზღაურება თბილისთან შედარებით და დიდ ქალაქებთან შედარებით აი პატარა დაბებში და სოფლებში ან ქალაქებში თუ კი სადმე აქვთ მათ მაღაზია იქ უფრო დაბალ ხელფასს უხდიან დასაქმებელს და აი გვატყობინებენ რომ მომხმარებელი გვატყობინებს თავად რომ ბაკურიანში ასეთი ვითარებაა ნიკორას თანამშრომლები გაიფიცნენ და ისინი ითხოვენ სავარაუდოდ ხელფასების მატებასო და ჩემი აზრით შრომითი უფლებების გაუმჯობესებაც უნდა მოითხოვონ. ბოდის გიხდით გადავუხვიეთ თემას, მორიგი ზარია და დაუბრუნდეთ პატრიოტთა ალიანსის გამოსავალს, როგორ აფასებთ, რომელიც მან წარუდგინა მთელ საზოგადოებას და ხელისუფლებას.
ალო. გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, მოგესალმებით, ილია. ეხლა მე მინდა გამოვიხმარო ამ ინიციატივას. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ეს ადრეც იყო ჩატარებული. დიახ. ამწორება, ადრეც იყო ჩატარებული. და მაშინ ძალიან კოლოსალურად დადებითი შედეგი დაიდო. დიახ. მაგრამ ამაზე არავინ ყურადღება არ გაამახვილა, არავინ ყურადღება არ მიაქცია, ვითომ სარყოფილა ისე გაატარა. ხლადასეც არ არის, ჩემო ბატონო, თუ დააკვირდებით თქვენ, ქართული ოცნება დღეს ამ კვლევის შედეგებში, რაც აისახა, იმ პოლიტიკას აყენებს ნაწილობრივ დღის წესრიგში. და კიდევ ერთ დავამატებ, როდესაც პატრიოტთა ალიანსმა ეს კვლევა ჩაატარა, მაშინ ეს იყო ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ჩატარებული კვლევა და ამიტომ შესაძლოა ისეთი მასშტაბური გრანდიოზული სახე არ მიეცა. ამჯერად დღის წესრიგში დგება, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო საზოგადოება, სახალხო დამცველი ყველა ჩაერთოს, რომ ვერავინ ვერ თქვას. მაგის თქმა მინდა რომ აუცილებლად უნდა იქნეს ეგენი ჩართული, რომ თვითონაც დაინახონ რასთან აქვს საქმე. დიახ. ეხლა კიდევ ერთი მომენტი. მე რაც მახსოვს ამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი მიტინგი ჩაატარა პატრიოტთა ალიანსმა და 100,000 კაცი იყო შეკრებილი. შეიკრიბა ეს 100,000 კაცი 20 წუთი ისაუბრეს, ის დაიშალა ვითომ არაფერი. ეხლა მე ისე თქვა მინდა, რატომ ვირეკავთ. საერთოდ ყველანაირი სამართლიან გადაწყვეტილება და სამართლიან ციხისნაბიჯს არ გესწავლებათ ჩემგან და არც თქვენს ხელმძღვანელობას არ ასწავლებთ. ძალა უნდა და დაცვა. თორე ამას ჩავატარებთ, შევიკრიბებით, დავიშლებით, ვითომ არაფერი მოხდარა და გავა ეს გათენდება მეორე დღე. ეხლა ამ კოლეგებს რო ვატარებთ, ეს ხალხი რო ღებულობს მონაწილეობას, ამ ხალხს უნდა უთხრა და თვითონ კაცმა თავისი ხმა დაიცვას, ის ტელეფონზე დარეკილი, დადებითი პასუხი კეთილი უნდა ინებას და ყველამ უნდა დაიცვას. დღეს კატასტროფის წინაშეა ქვეყანა. ვერ ხედავთ რა ხდება, კატასტროფის წინაშეა დღეს. ყველა ქართველი უნდა დადგეს ერთმანეთის გვერდში და ეს უვარგისი რაც აქვს ხოც თვალე გასწორდეს ამოითხარეო ხელი გასწორდეს მოიჭერიო აი ეგ პოლიტიკა დღეს გასატარებელი სხვა არაფერი აუშველის თუ მაგ ჩვენ ხმებს ჩვენ არ დავიცავთ გასაგები მაგის მინიხეთ ხო რას გეუბნები? გავიგე, დიახ. გავიგე, ერთ საკითხზე გიპასუხებთ, უბრალოდ რომ ამ აქციებს ჰქონდა თუ არა შედეგიო, ასეთი კითხვა დასვით თქვენ და ჩემი განცდით დიდი შედეგები ჰქონდა ამ აქციებს. ჩვენ ასეთი ერთობლიობით საზოგადოების წევრებმა არაერთხელ შევაჩერეთ ეკლესიებზე მასიური თავდასხმები. მაშინ ხელისუფლება საერთოდ არაფერს არ აკეთებდა ამ კუთხით. პირიქით ირიბად ხელს უშლიდა ეკლესიაზე თავდასხმას. ეხლა არ ვიცი ნამდვილად შეიცვალნენ თუ არა, მაინც ეჭვები მაქვს, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვიბრძოლეთ სხვადასხვა მიმართულების საკითხების მიმართ და ამ აქციებმა დიდი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს უფრო ცუდი ვითარება არ არის და უფრო საშინელებაში არ ვტრიალებთ, ხო? არაერთი თემა იყო წამოწეული და არაერთი მიმართულება მართლაც. 5-5-7-88-95-88, რაში ხედავთ გამოსავალს ქვეყანაში არსებული კრიზისიდან ვაღიაროთ რომ კრიზისი ნამდვილად არის და ამას უკვე ხელისუფლებაც აღიარებს ისე მშვიდად ვეღარ არიან მე მგონი როგორც სატელევიზიო გამოსვლებიდან ეთყობათ მათ და როგორ აფასებთ პატრიოტთა ალიანსის წინადადებას მასშტაბური გამოკითხვის ჩატარების შესახებ რაც მოსახლეობის განწყობების შესწავლას გულისხმობს და ამ შედეგების შემდეგ გაცნობას შიდა და მსოფლიო საზოგადოებისთვის ხოლო კვლევის უფრო მეტი სანდოობისთვის პროცესში უნდა ჩაერთოს ხელისუფლებაც ოპოზიციაც სახალხო დამცველიც არასამთავრობო სექტორიც და იმ საერთაშორისო საზოგადოების წევრებიც უნდა მოვიწვიოთ და ნახონ რომ სიმართლე აქვს და არაფერი არ ხდება არასწორად ამ შემთხვევაში დავადგენთ რეალურ სურათს რა სურს ქართულ ხალხს და ამას უნდა დაუჯეროს ყველამ როგორც უცხოეთმა ასევე შიდა ძალებმა ზარია გისმენთ ტელევიზორში თქვენი ხმა არ გამოდის არა კეთილი რამეს ხომ არ იტყვით თქვენი ხმა ესე იგი სად გვისმენთ ერთსულოვნება არის ჩართული მთელი ორი კვირია თქვენი ხმა არ გამოდის რომელ ქალაქში გვისმენთ და რომელი სიხშირით საკაბელო არქივი ხაშურში ვარ ხაშურში გაი ტელევიზორ ხაშურიდან გირეკავ და
ეხლა თქვენ ლაპარაკობთ, თქვენი ხმა არ გამოდის, ერთსულოვნება არის ჩართული და ახერხდება ხშირად. სახლის ანტენით გვიყურებთ ბატონო თუ რომელიმე საკაბელო ტელევიზია გაქვთ? უბრალო ანტენა, საკაბელო. მადლობა ზარისთვის, მადლობა ვეცდებით შევისწავლოთ ეს თემა. მივმართავ მე ჩვენ საეთერო გუნდს და ხაშურში კონკრეტულად ასეთი პრობლემის შესახებ გვატყობინებს მოქალაქე და იქნებ დავინტერესდეთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. 5-5-7-88-55-88 ჩვენ ვსაუბრობთ პატრიოტთა ალიანსის ინიციატივაზე. მორიგი ზარია გისმენთ? შეიძლება დავიწყო? რა თქმა უნდა, გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით პატრიოტთა ალიანსის ინიციატივებსაც ყველაფერს, მაგრამ მე მგონი ეს გამოკითხვა ნაკლებად ეფექტიანი იქნება და რატომ? მე მგონია რომ უნდა შეიცვალოს ჩვენი ცხოვრების განათლებასთან მიმართება რა. კონკრეტულად ვიტყვი. დღესდღეობით ესე იგი მუხთა სამიანების სკოლაში და მუხთა გადამსვლელი ქულების ინსტიტუტებში არის წესად ქცეული. ვითომც არაფერი, ვითომც ესე უნდა იყოს. და სინამდვილეში ჩვენივე ბავშვების ნიშნა პოტენციალის დაახლოებით 90%-ს ვატანთ წყალს. ჩვენ თუ ხარისხობრივად არ შევიცვალეთ, ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირში შესვლა, ევროკავშირში შესვლა კი არა, იქ რო ვიყოთ გამოსაგდებები ვართ ჩვენი გამოშვებული პროდუქციის ხარისხი იმასაც ვერანაირად ვერ შეესაბამება. და მე მგონია სანამ ესე იგი ახლა რომ მიდის აქ პატრიოტიზმი ესე ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი და სკოლიდანვე მუხტაობას რო შეარჩევ ბავშვს და თაღლითობას, ხო? მე იმას ვეღარ მოსწოლ მაღალ პროფესიონალისტს. არა ვართ დამბლერი და აი ამ დამპალმა განათლების სისტემამ დაგვადამბლავა ფაქტობრივად. კეთილი, ბატონო ჩემო, გამოსავალს რა შეხედავთ თქვენ, რასაც ამბობთ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, ჩვენ ახლა გვაქვს პრობლემა და სწრაფი გამოსავალია საჭირო. სწრაფი გამოსავალი საყვარელო ვერ მოხდება, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, თუ ხარისხი არ იქნა უზრუნველყოფილი ჩვენი ყოფა ძალიან ძნელი იქნება. და მე გამოსავალი მიმაჩნია ესეთი რამე პირდაპირ ვიტყვი ახლა. სკოლაში მეოთხე კლასიდან დაიწყოს სწავლა შემოვიდეს კონკურენტული სისტემით. ანუ ზედიზედ ორჯერ ბოლო 10%-ში გასული მოსწავლე აკადემიური მოსწავლეების მიხედვით ჩარჩეს კლასში. ეხლა კლასი არავინ თუნდაც არ გეგოს კლასში ჩარჩენას კი არ მივესალმები. ისეთი თავიდან რო ეცოდინე ბავშვს ზედიზედ. ბოლო ადგილებზე არ უნდა გავიგეთ, მადლობა ზარისთვის, გასაგებია განათლების სისტემაზე ცალკე მოვამზადებთ გადაცემას, იქ უფრო გავშალოთ ეს თემა და მესმის თქვენ რასაც გვთავაზობთ, რომ საწყისი არის ქვეყნის მომავლის აწმყოსი განათლების სისტემა და ნამდვილად ასეა. ეროვნული, პატრიოტული, ღირსეული, სიღრმისეული უნდა იყოს განათლება ქვეყანაში და როგორ შეიძლება მასში არ დაგეთანხმოთ. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო, თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? აბაროლაპარაკო. კარგით, გავთიშოთ ეს არის ტელევიზორში თქვენს ხმას თუ დაელოდებით, მაშინ ასე მოგეჩვენებათ ნამდვილად, ამიტომ ტელევიზორს ხმას ვინც არ ჩაუწევს, მას არ მივიღებთ უბრალოდ ეთერში. ძალიან დიდი ბოდეში, მაგრამ ასეთი ცოტა რადიკალური გადაწყვეტილებები თუ არ მივიღეთ, მუდმივად ხარვეზები ხდება ჩვენს გადაცემაში ამ მიზეზით. მორიგი ზარია, გისმენთ? ილია, გამარჯობა. ერთადერთი არჩევნები უშვებით, ახალი არჩევნები, გამოკითხვა საერთოდ არ არის საჭირო, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. დიახ. კეთილი, ახალი არჩევნებია, ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ამაზე ჯიუტად არ მოდის ხელისუფლება და აქ ოქროშუალედზე საუბრობს პატრიოტთა ალიანსი. უნდა წამოვიდეს. კეთილი, მადლობა თქვენ ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა გაავრცელა ღია მიმართვა ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის და ფართო საზოგადოების მიმართ, რომელშიც ის წერს, რომ როგორც 2020 წელს ჩატარდა მასშტაბური გამოკითხვა პატრიოტთა ალიანსის მიერ, სწორედ ასეთი ტიპის და ახლა უკვე მრავალი პარტიის და მრავალი ორგანიზაციის ჩართულობით ჩატარდეს მასშტაბური მასიური გამოკითხვა საზოგადოებისა, რაც ჩემი აზრით პლებისციტის ტოლფასია პრაქტიკულად 1,5 მილიონი ადამიანის გამოკითხვა
დაგეგმილი გეგმაში ამ წინადადების მიხედვით, რომელმაც ნათელი უნდა მოხფინოს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე, არაერთ მიმართულებაზე, ხოლო საბოლოო შედეგები წარედგინოს მთელს მსოფლიოს. ვერავინ ვერ იტყვის, ერთი ადამიანიც კი რომ რეალური არ არის შედეგები, თუკი ამ გამოკითხვაში ჩაერთვება ყველა, როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია, გნებავთ ის არასამთავრობო სექტორის ჩავსვათ, მოვიდნენ და აკვირდნენ და ნახონ, რომ გამჭვირვალედ და სამართლიანად კეთდება ყველაფერი. მორიგი ზარია, გისმენთ? არა. მოგესალმებით. რომელი? ილია ვარ, არ მესროლოთ. კარგით, ნახვამდის ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა ძალიან გთხოვთ და ამის შემდეგ დარეკეთ. უпроსტოდ როგორც კი ზარი გამოვა, მაშინვე ტელევიზორს ჩაუწიოთ ხმა. 557-98-55-88 ინტერაქტივში გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, როგორ წარმოგიდგენიათ გამოსავალი არსებული კრიზისიდან და როგორ აფასებთ პატრიოტების ამ მნიშვნელოვან ინიციატივას ჩემი აზრით. ზარია, გისმენთ? არ არის კავშირი, დაველოდოთ მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს, როგორც კი ზარი გამოვა, მაშინვე ტელევიზორს ვუთიშავთ ხმას, ბოლომდე აბსოლუტურად ნოლზე ვაყენებთ და ტელეფონში ესაუბრებით წამყვანს, ეს არის ჩვენი უმორჩილესი თხოვნა მთელი არსებობის განმავლობაში ობიექტივისა. ძველმა და ერთგულმა მაყურებლებმა, როგორც ტრადიცია იციანეს და ამიტომ მათი მხრიდან ასეთი ხარვეზები არ ფიქსირდება, მაგრამ როგორც ჩანს, მუდმივად ახალი მაყურებლები და რადიო მსმენელები ემატება ობიექტივს და მათაც ავუხსნით და გავაცნობიერებთ ნელ-ნელა ამ საკითხში, რომ ტელევიზორს ხმა უნდა გამოურთონ, როგორც კი ეთერში მათი ზარი გამოვა. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, გენაცვალე. მოგესალმებით, ჩემო ბატონო. ძალიან კარგია რომ ველაპარაკებით და ჩვენ არ დიარებთ, მაგრამ ერთი რამ აინტერესებს. ვინც ჩვენი საქართველოს დაანგრივა, ვინც ჩვენი საქართველოს ქართველიერია, განადგურა და ანადგურებს და კიდევ კულორზე ყავს მიხეილ სააკაძე. რატომ მაგას არ ამინარჩიკრობ? რატომ მაგას არ გადაიბართ ციხეში? 300,000 ქართველი რო ყავდა და აუპატიურებდა და აწამებდა. 18 მილიარდი წავიდო აეგრე ეთერე წავიდა. ავლა განათლება მაგან დაანადგურა, ტერიტორიები მაგან გიჩა. რუსეთს არაფერი არ დაუზია, მაგან გადაულოცა. მაგანა მე იმდენი არაფერი არ ვიცი, ეს მოხუცი მეცხვარე კაცი ვარ, მაგრამ ვიტანჯები. ჩემი სოფლიდან საიდან რეკავთ? საიდან გვირეკავთ? საიდან გირეკავთ? მე ვარ ახალგორის რაიონიდან ვარ. ძოლვი. ახლა საცხოვრობთ? ახლა ვარ მოხუცთა თავშესაფარში. მოხუცთა თავშესაფარში ვიყავ. ვარ და იყო აქა მაგისი დიდა, ერთი დათო სააკაშვილი. დიახ. აი მან მითხრა, იმასთან კარგად ვიყავი. ბავშვობაში ჩემს ქართველებო. ქართველმა ბიჭებო და მე თელ ერთს დაემუქრა განადგურების თავდა. ატი ჩემულო, ყველანი განათლებულები ხარ. თქვენი პატრიოტის ინგაში, ირმასი და თანხმოურავისა და გიორგის უყველას იმედი მქონდა და არავის ხმას არ იღებდა, ეგა კულორზე წახვექნავს ვიბამედის კლინიკაში. მადლობა თქვენ, გასაგებია თქვენი სათქმელი, ხმას როგორ არ ვიღებთ, თუ მაყურებელი ხართ ამ ეთერის, გეცოდინებათ, რომ არაერთხელ გვისაუბრია ამ ეთერში, იმის შესახებ, რაც თქვენ აღნიშნეთ, ჩემი აზრითაც პატიმარი სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ციხეში, მაგრამ ახლა სულ სხვა თემა გვაქვს, მოდით ამას ნუ გავშლით, ქვეყანაში კრიზისია და გამოსავალზე ვმსჯელობთ და პატრიოტთა ალიანსი მუდმივად ფიქრობს და წუხს ამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და აი ახალი ძალიან საინტერესო გეგმა წარმოადგინეს, რომელსაც ხალხმაც, პოლიტიკოსებმაც, ოპოზიციამაც და პოზიციამაც მხარი უნდა დაუჭიროს ამ გეგმას. თორემ რაღაცაზე თუ არ შევთანხმდით, ოდესმე მუდმივად გაგრძელდება ასე და ბოლოს მოვექცევით რაღაც ჩაკეტილ სივრცეში და დაიღუპება ამ ქვეყნის მომავალიც და აწმყოც. ეკონომიკურად ისედაც რთული ვითარება გვაქვს და ეს ყველაფერი შემდეგ ეკონომიკასაც გადაუვლის. ზარია, გისმენთ? ვიმბრძანდები. ეთერში ხართ, ქალბატონო, თქვენ რეკავთ პირდაპირ ეთერში, გისმენთ?
თქვენ მიმზადებით მე. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. როგორ მიმართ ახლა? კენი გესმით კენი. ტელევიზორს ხმას რატომ არ უთიშავთ ქალბატონო? ახლა მეორე ლაპარაკობს და იმას ტელევიზორს ხმას რატომ არ უთიშავთ? ვერ დაგარწმუნეთ რომ ტელევიზორში ნუ უსმენთ მაუწყებლობას. თუ კი ზარი გამოვიდა, ბევრი ადამიანი ჩივის, წუხს რომ ამ ეთერში ვერ რეკავენ ხოლმე. ისეთი გადატვირთულია ხაზები. თქვენ ახლა ორჯერ მოხვდით ეთერში და ორივეჯერ ფუჭად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გამოურთეთ ამ ტელევიზორს ხმა, როგორც კი ზარი გამოვა. არ შეიძლება, ნუ უსმენთ ამ ტელევიზორში. მოგესალმებით, მორიგი ზარია. გამარჯობა. გამარჯობა. მე მაინტერესებს. ესე იგი, ერეტრემეთი 1793 წელს დებილი იყო რუსეთთან დადო კავშირი, ხო? და ამ 30 წელიწადია, 15 წელიწადია დაჟე. რომ აი ამ ცხნელში ვარ და კარგით. კორექტულად როგორ შეიძლება ასეთ საუბარი ეთერში? 5-7-7-88-55-88 ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო ინიციატივაზე პატრიოტთა ალიანსისა. შეგახსენებთ რომ გუშინ გავრცელდა ირმა ინაშვილის წერილი, რომელიც თელ პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს მასშტაბური საყოველთაო გამოკითხვის ჩატარებას, რომელმაც 1.5 მილიონი ადამიანი უნდა მოიცვას, გამოიკვლიონ უნდა ხალხის განწყობები ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე და ეს შედეგები წარედგინოს შემდეგ შიდა და მსოფლიო საზოგადოებას, იმისთვის რომ შეწყდეს, ასე ვთქვათ, მუდმივად манипуლირება ქართველი ხალხის პოზიციებით. ყველა ვინც არ უნდა ნახო დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, მთავრობა იქნება თუ ოპოზიცია, ყველა ამბობს რომ აი მე ვარ ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი. და რეალურად რა უნდა ქართველ ხალხს ამას ჩვენ ვერ ვადგენთ საბოლოოდ. სამწუხაროდ ამისთვის არის ეს დიდი კვლევა საჭირო. მაშინ ყველა უნდა ჩაერთოს, არასამთავრობოებიც გნებავთ, ოპოზიციაც კი, თუნდაც ყველაზე მიუღებელი ხალხიც კი უნდა ჩაერთოს, რომ ისინი დამკვირვებლად მაინც დაждდნენ და უყურონ, რომ ეს მასობრივი გამოკითხვა ტარდება ობიექტურად. მთავრობა უნდა ჩაერთოს მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ეს არის მოკლედ რომ გითხრათ ინიციატივა, მე სრული წერილი წაგიკითხეთ ეთერის დასაწყისში. მორიგი ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, გისმენთ? გაითიშა, როგორც ჩანს, აქაც ტელევიზორის მიზეზი იყო სავარაუდოდ, ბრუნდებოდა, რატომღაც ვერ ვხსნი. ძალიან გთხოვთ, ეთერში თუ გინდათ გამოხვიდეთ და ისაუბროთ, როგორც კი ზარი გამოვა, მაშინვე ტელევიზორს ხმა გამოურთეთ. ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? კარგით, ვემშვიდობებით ამ ზარის ავტორს, ხარვეზები შეგვიქმნა კვლავ ეთერში, რაღაც საშინელება ხდება, რაღაც წარმოუდგენელი რამ ხდება ამ ეთერში დღეს, გაოცებული და გაოგნებული ვარ, შოკირებულიც კი ვარ, მაპატიეთ. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას, თქვენს პატრიოტთა ალიანსს და ძალიან პატივს თქვენ პარტიას. მით უმეტეს აი მდგომარეობაში რაშიც აღმოჩნდა საქართველოს. ხოდა მე მინდა რომ ირმა ინაშვილის დავით ახალშვილი მოუვაროს მაგვარონ ეს საქმე როგორც მიზიოდა პირველად სააკაშვილი რომ გავისტუმრეს ამ ქვეყნიდან შევადნაზე გავისტუმრე ეს ვიღარ გეკითხები რა ატომობა უნდა ელექტროენერგიის უნდა თუ რა ვერ გავიგე გამოიძეს უკრაინა კი ბატონო არ არის პრობლემა ამას უნდა თქვენი ხმის ამოღება გამოსულა ხალხი რუსთაველზე როგორც სააკაშვილმა გადააგდო შევადნაზე გამიგე გასაგებია ერთიანად გინიერად არის ვესახმები უყურეს ეს პატრიოტთა ალიანსს მიესალმები და ყოველთვის მაგას ვაგრძელებ ხოლმე ძალიან მომწონს თქვენი იდეალები ის რა საქართველოს
მომავლისთვის რო იბრძვით. ო და ასევე მოგესალმებით უყურებთ. ერთიანად დავდგეთ მხარში, ამოუგეთ არც ის უნდა, არც გვინდა, არც ის ლერო გვინდა, არც არავინ არ გვინდა. ხალხი მხარ გიჭერთ ჩვენ. ო მადლობა თქვენ ზარისთვის ჩემო ბატონო. როგორც არის ავტორი ამბობს, მიესალმება ამ ინიციატივას და ზოგადად პატრიოტთა ალიანსსაც 55588 იმისთვის რომ ქართველი ხალხის სურვილი დაუმტკიცოთ მთელს მსოფლიოს, ასეთ გეგმას სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს პატრიოტთა ალიანსი. რა სიტყვით ამაზე? გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა ბატონო ილია. მოგესალმებით. აბსოლუტურად მისახმები როგორც ყოველთვის არწევიდან დღემდე მირმაინაშვილის პოზიციას. ეს აუცილებელი და ერთადერთი გზაა მშვიდობის დამყარებისთვის. მადლობთ. მადლობა. თქვენ იმისთვის რომ დაგვიკავშირდით, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმაუწყებლობთ როგორც ტელევიზიით მთელ საქართველოში, ასევე რადიო სიხშირეზე FM 105 და 1. ჩვენ ვმაუწყებლობთ აგრეთვე ინტერნეტში, ობიექტივის Facebook გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, YouTube არხზეც გამოვყევით, ქართული ასოებით ობიექტივი უნდა აკრიფოთ და ჩვენი ვებგვერდი აუცილებლად საინტერესო ჩანაწერებს, ინფორმაციას და პირდაპირ ეთერის რეჟიმს გთავაზობთ, ამიტომ გამოვყევით ინტერნეტში, ვინც ვერ ახერხებს, თქვათ, მუდმივად იყოს ტელევიზორთან ან რადიო მიმღებთან ახლოს. აგრეთვე საინტერესოა ჩვენი ემიგრანტების პოზიციები, რომლებიც უფრო ხშირად წერილებს გვწერენ და საინტერესო იქნება თუ გამოგვიგზავნით Facebook-ის მეშვეობით შეტყობინებებს. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ანუ ცოტა მოგვიანებით ჩავთე ტელევიზორი და როგორც გავიგე თქვენი გადმოცემით, ანუ გამოკითხვები, ეხლა არჩევნები რო ტარდება, ამ არჩევნებთან დაკავშირებითაა საუბარი, რომ გამოკითხვები იქნება ხალხი რომელიც დაიწყეს? არა, საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ამას ყველანი კარგად ვხედავთ. ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოება, ხალხის ნაწილიც არ აღიარებს მოქმედ ხელისუფლებას. ოპოზიცია ამბობს, რომ არალეგიტიმურია მთავრობა, მთავრობა და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ძალიანაც ლეგიტიმური ვართ და აქ თითქოს გაყოფილია და დაყოფილია საზოგადოება. ამ კვლევის მიზანია ის, რომ გაირკვეს რეალურად რას ფიქრობს ხალხი. გინდათ საერთაშორისო თემებზე, გინდათ შიდა საკითხებზე და როდესაც 1,5 მილიონი ადამიანის გამოკითხვის შედეგები დაიდება, უტყუარი შედეგები, აქ უკვე ვერავინ ვეღარ განახორციელოს მანიპულაცია ხალხის სახელით და სიმართლე დავადგინოთ და ვაჩვენოთ ყველას. კი ბატონო, გავიგე. დიახ. ეხლა კარგია თუ კი ჩაატარებენ მასეთ გამოკითხვას და ყველა ადამიანი თავის არცს დააფიქსირებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა მე როგორც ერთი რიგითი ქართველი სკოლა რომ დავამთავრე, გავხდი 17 წლის და დღეს ვარ 52 წლის ქალი. მე მაგალითად არასოდეს არ მჯერავდა დასავლეთის ჩემი ბავშვობიდან დღემდე, არც ევროპის და არც ამერიკის. არსებულმა ხელისუფლებამ და მთავრობამ ვინც იქნება ის, თუ დაიჭერს ამ დასავლეთის პოლიტიკას, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა დღეს არსებული ხელისუფლება. ის მოთხოვნები, რასაც მთავრობა ამბობს დღეს, ეს წინამდვილია. ეს არ არის ყუილი და თუ კი ევროპას უნდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა, თავიდანვე უნდა იყოს განხილული და შეთანხმება. იცით რა, ქალბატონო? ეს ხალხი ჩვენგან. ქალბატონო, იცით რაშია საქმე? აი, ევროპა ამბობს, რომ ჩვენ არ ვენდობით ბატონო ამ არჩევნების შედეგებს, არ გვჯერა რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ასე ამბობენ ისინი. და არალეგიტიმურად, ერთი წუთით, არალეგიტიმურად ვცნობთ ქართულ ოცნებას, ამბობენ ისინი. და ქართული ოცნებაც ვერ უმტკიცებს სოფლიოს რომ ხალხმა აირჩია. ეს საკამათო თემაა შიგნით ქვეყანაში. მათი აზრი მესმის. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ მე ხლა სხვა მხარეს ვამბობ. კი, გავიგე რა. მე ვამბობ იმას, რომ მე თვითონ
ეხლა დაუშვათ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმურიო და მისთვის მოთხოვეს სანქციებში რო ჩართულიყო საქართველო და LGBT კანონი დაგვეწესებინა საქართველოში ეს არ არის თავრობის აზრი ეს მათი მოთხოვნაა და ევროპის მოთხოვნაა კავკასია იყოს მისთვის საზარბაზნე ხორცი და რომელი მთავრობა დაუჭერს მხარ დასავლეთს ის არის საქართველოს მტერი პატრიოტული კავშირი კი არა პატრიოტულ კავშირზე მეტი ხალხი ყავდა მიხეილ სააკაშვილის გამოყვანილი მაგრამ ქვეყანა დაიქცა. მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ პატრიოტულ კავშირს. მე არა ვარ დარწმუნებული, რომელი პარტია რას ფიქრობს. არ ლაპარაკობს ეს, მაგრამ აკეთებს სხვას. მოვიდეთ დღემდე შევსწავლოთ. გავიგეთ, მადლობა ზარისთვის, გასაგებია რასაც ამბობთ. ქართულ ოცნებასაც ბევრი ადამიანი ყავდა 2012 წელს გამოყვანილი, მაგრამ ყველა იმ იდეალებს ასრულებს თუ არა, ამაზეც ბევრს კამათობს დღეს საზოგადოება, დაპირებებს ასრულებს თუ არა, ამაზეც კამათობს ყველა და ნამდვილად გულწრფელია თუ არა ის, რასაც ბოლო დროს ამბობენ, ამაზეც კამათობს ყველა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკოსებს მოვთხოვოთ, რომ დიპლომატია გამოიჩინონ, სიბრძნე გამოიჩინონ, არ დათმო რა. რო ხო გთხოვენ რაღაც პუნქტები შეასრულეო. არ დათმო ეს LGBT თემა. თქვი რომ აქ არ იქნება არასდროს ეს პროპაგანდა. არ დავუშვებთ ჩვენ ამას. მაგრამ ეს გააკეთეს სიბრძნით და ჭკუით. აი ესე კი არა რომ ქვა ესროლო ყველას. აი ეს დიპლომატია არ უარგათ და ამაზეა ზუსტად აქ საუბარი. ხოლო კვლევის იდეა, რაზეც პატრიოტთა ალიანსი საუბრობს, ეს ნათელს მოჰფენს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას რიგ საკითხებზე. და როდესაც ყველა იქნება ჩართული ამ კვლევის ჩატარებაში, ის არასამთავრობო სექტორიც, იქ პარტიებიც, იქ ქართული ოცნებაც, იქ სახალხო დამცველიც, ელჩების წარმომადგენლებიც მოვიდნენ და აკვირდნენ. აი ამ შემთხვევაში უკვე დასავლეთიც ვერ იტყვის ბატონო ვერაფერს. ქართულ ხალხს ასე ნდომებიაო და დათანხმდებიან იმას, რა შედეგსაც დადებს კვლევა. ამიტომ არის ეს საინტერესო და ბრძნული გამოსავალი ჩემი აზრით. მორიგი ზარია გისმენთ. მოგესალმებით გადასარევად იციან რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ ევრო ერიჩებმა რა ისე კარგად იციან და თქვენც კარგად იცით და ყველამ კარგად იცის იქ ხაზარაძე და ისინი თუ ვინ არის ტელეფონით ჩავატაროთ მურმანდუმაძე სახში დავწეროთ და მივიტანოთ არც ერთ ინსტიტუციას ქვეყანაში როგორ არჩნობთ კი მაგრამ სადნახეთ ეს გაყალბე ელჩების ესწრებოდნენ დამკვირვებლებით ესწრებოდა ყველა პარტიას თავის წარმომადგენელი ხარდა არჩევნებში ყველამ ხელი მოაწერა უქმებზე და ამდენი დემაგოგია და ქვეყნის რხევა აღარ მოგბეზო ალბათონო აქ გამოსავალზეა საუბარი ეხლა მოიგონეთ კიდე რომ დავიყოთ და ყველა ჩაერთოს მომავალი ფულის ალბათონო გამოსავალი ხომ უნდა ვიპოვოთ ამ მდგომარეობიდან დაძაბულობა ნიშნავს ახლა დაძაბულობაა მოგნილი მარა მარტო ეს მაგალითად რას ფიქრობ მე ვინა ვარ იქნება სხვა პასუხო ტელეფონზე ეს არის ყველაფერი ქვეყნის რხევისთვის მოგონებული და ფულების კეთებისთვის მეტი არაფერი კეთილი გასაგებია თქვენი მოსაზრება ასეთი აი სწორედ ეს მიდგომაა დამღუპველი დღეს რომ ყველა მხარე ფიქრობს ასე სამწუხაროდ ქვეყანაში რომ მარტო მე ვარ მართალი რასაც მე ვიტყვი ის იქნება სიმართლე და მორჩა სხვებმა გამოსავალი კი არა რაც გინდათ შემომთავაზონ არაფრის მოსმენა არ მინდა ნუ აი ეს არის დღეს დიდი პრობლემა ბევრ მოქალაქეშიც ბევრ პოლიტიკოსშიც არის ასეთი მე ვარ და ჩემი ნაბადიო დამოკიდებულება რაც თქვენ გამოხატეთ ახლა და ეს ასე არ არის სიმართლე ასე არ უნდა გაგრძელდეს უფრო სწორად და გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ ყველა თუ გამოსავალზე ფიქრი არ გვინდა უფსკრულისკენ მიექანება ეს ქვეყანა ფაქტია ამას ხედავს თუ არა ყველა მოგესალმებით გისმენთ გამარჯობა ბატონო გამარჯობა ბატონო ჩემო გისმენთ ძალიან კარგი რომ ეგრეთი გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს მაგრამ ძალიან მეჩვენებარება ადამიანს ვერ გაუგიაროს ტელევიზორი უნდა გამოწვოს მაგის საზრი საინტერესო იქნება რაც დააფიქსირებს გამოკითხვის დროს აი ვერ გაუგიართ ეს რომ ტელევიზორს უნდა ჩაუწიო ხმა ეუბნებარაკო მაგრამ ათასმერი ჩორები დადის დანაზე შემოგებლო ყველა თავისი აზრია რაღაცა საშუალებას თქვა იმას აზრი არა ეს შემოგებლო მე კარგად გამყოფ მადლობა თქვენ ზარისთვის
სხვათა შორის ამის გამო ძალიან ვერ უსაყვედურებთ ახლა ახალი მაყურებლები გვემატებიან და ზოგიერთმა ვერ გაიგო რომ ტელევიზორში ხმა ცოტათი დაგვიანებით შემოდის და ტელეფონში უნდა გვესაუბრონ და ტელევიზორს გამოურთონ ხმა ეს ვერ გაიგო ზოგიერთმა ადამიანმა ამის გამო არ ვიცი ახლა თქვენი ბრაზიც მესმის გარკვეულწილად მაგრამ ჩემი აზრით ქართველი ხალხი ძალიან ბრძენია, ძალიან ჭკვიანია, ძალიან განათლებულია და ეს ეთერიც ამის მაგალითია, როგორი სიღრმისეული ზარები შემოდის დიდწილად და როგორი გააზრებული პასუხები ისმის ხოლმე ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით. ამისთვის მადლობა თითოეულ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს. ბევრია ხანდახან შემთხვევები, როდესაც ამავე ეთერში ჩვენ წამყვანებს შეურაცხყოფას გვაყენებენ, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს აკრიტიკებენ. ამიტომ არის ეს გადაცემა მნიშვნელოვანი და ეს ტელევიზია გამორჩეული რომ არ ვართ ჩაკეტილი, არ ვართ მარტო მე ვარ მართალი და მარტო მე უნდა ვილაპარაკო და სხვა არავინ ამ დამოკიდებულებით. ჩვენ ვართ ერთადერთი სახალხო და ინტერაქტიული ტელევიზია მთელ ქვეყანაში და მადლობა ყველას, ვინც მოგყვება ამ გზაზე, ამ სიმართლის გზაზე და არის ჩვენთან ერთად. და ამ თავისუფლების გზაზე. სწორედაც რომ თავისუფლებაა ის ღერძი რისთვისაც ვიბრძოდით ჩვენ წინა წლებში იმის წინაც და მანამდეც. ზარია გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. მე მაინტერესებს ეს გამოკითხვა. გამოკითხვა რომ უნდა ჩაატარდეს. და რამეს დაამატებთ და გიპასუხებთ. მადლობა, გასაგებია თქვენი შეკითხვა. როგორც პატრიოტთა ალიანსის წერილში წერია, სახალხო დამცველის ოფისში ნეიტრალურ სივრცეში, ანუ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ამ ეტაპზე, სადაც ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, გნებავთ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლება, გნებავთ აგრეთვე მოქალაქეების ჩართულობა შეიძლება. დაიწყონ მსჯელობა და ფიქრი იმაზე, თუ რა ფორმით და როდის დაიწყოს ამ გამოკითხვის ჩატარება. ოფისები უნდა გაიხსნას ქვეყნის დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე იმ ქალაქის თუ იმ რაიონის შესაბამისი ოდენობის გამომკითხველი უნდა დასხდეს, რომელიც აღჭურვილი იქნება სპეციალური აპარატურით. რა თქმა უნდა, მათ ეყოლებათ დამკვირვებლები, ვინც გააკონტროლებს ამ პროცესს და ესენი იქნებიან ვიმეორებ ისევე ხელისუფლების წარმომადგენელი, პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის პატრიოტთა ალიანსი, არასამთავრობოები, საერთაშორისო საზოგადოებების წარმომადგენლებიც და როცა შედეგი უკვე დაიდება ვერავინ ვეღარ იტყვის რომ ეს სიმართლე არ არის. და ობიექტური აქ არ არის რაიმე. მოგესალმებით, მორიგი ზარია. გამარჯობა. გამარჯობა გინეცვარი. მოგესალმებით, ქალბატონო. ხო, რაშია საქმე, ხვალთიშვილო. ყველაფერი კარგია, გამოკითხვაც, ყველაფერი. მაგრამ რა საქმეს აღგება ეს ყველაფერი? დიდი ხანია უკვე გაანალიზებულია ქართველ ხალხს, ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, ვინ ზრუნავს საქართველოზე, ხო, ქართველ ხალხზე, ყველაფერი კი, ქალბატონო, გაანალიზებული აქვს, მაგრამ მუდმივად манипуляცია მიმდინარეობს, რომ თქვათ არა კი განაგზეთ მე არ გაგაწყვეტინებთ ერთი რამ მათქმევინეთ რომ ყველა ამბობს რომ მე ქართველი ხალხის აზრს გამოვხატავ მე ძალიან პატივს ვცემ კეთილი ნახვამდის აი ესეთი დამოკიდებულება უხერხულია როდესაც პატივისცემის გამოხატვა არ გვსურს ერთმანეთის მიმართ და დავასრულოთ აქ ჩვენი საუბარი ინტერაქტივი დღეს დასრულებულია ნახვამდის მადლობა